საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა ბათუმში. მაყურებელმა მოუსმინა აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ ბათუმს, აკადემიურ ანსამბლ არსიანს, ასევე სოლო შემსრულებლებს, ანსამბლ ხორუმის მოცეკვავებმა კი ცეკვა აჭარული და ხორუმი წარადგინეს. ბათუმის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბალეტის სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ჟოზე ბაიერის ცეკვა ყვავილები და ქალაქური წარსდნენ. საღამო ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელას მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი დასრულდა. კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს, ეს დღე ნამდვილად ჩვენია. მინდა განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენს რეგიონს, აჭარას, რაც დღეს წარმოვადგენილი ვნახეთ ჩვენი აჭარის რეგიონის კულტურის სამინისტროს მიერ გალა კონცერტის სახით. ძალიან არაჩვეულებრივად და ფანტასტიკურად იყო წარმოდგენილი ქართული კულტურა, ქართული სული, ის ისტორია, პატარა პრეისტორია, რომელშიც გამოგზაურა ღონისძიების ორგანიზატორებმა, რა თქმა უნდა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო და მინდა ვუსურვა რეგიონს და სრულიად საქართველოს მსგავსი ტიპის კულტურული, ისტორიული ღონისძიებები ძალიან ბევრი. ეს იყო საქართველოს ისტორიის გაცოცხლება, ეს იყო აჭარის არაჩვეულებრივი გუნდების, არაჩვეულებრივი ანსამბლების გამოსვლა ძალიან მაღალ დონეზე და მე მგონი ძალიან ისიამოვნა ხალხმა, რომელიც იყო დარბაზში. ძალიან 26 მაისი არის ამაღელვებელი დღე, 26 მაისი არის ბრძოლის დღე და 26 მაისი არის სიმბოლური დღე ჩვენთვის და ეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის გრძელდება. გრძელდება დღეს, გაგრძელდება კიდევ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარაერი, რომელიც იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის. ეს ყველაფერი გაცოცხლდა დღეს, გაცოცხლდა მუსიკით, გაცოცხლდა ფილმებით და გაცოცხლდა იმ ისტორიით, რაც ჩვენ გვახასიათებს და რაც ჩვენია. ეს დღე ნამდვილად ჩვენია.